ეს არის ეგრეთ წოდებული VTT დოკუმენტი, რომელსაც ოფიციალურად დროებითი აღრიცხვის მოწმობა ჰქვია. ამ საბუთის შევსებიდან ავტომობილების იმპორტიორებს გამბაჟებისთვის მხოლოდ 21 დღე ჰქონდათ. საქართველოში ავტომობილების ექსპორტი, რეექსპორტი და ადგილზე ვაჭრობა მარტივდება. მთავრობის გადაწყვეტილებით იმპორტიორებს გამბაჟებისთვის ახლა უკვე 45 დღის ვადა ექნებათ. აქამდე გამბაჟებისთვის დადგენილი ვადების გადაცილება დილერებს ძვირად უჯდებოდათ. ფინანსური სანქცია ყოველ დაგვიანებულ დღეზე 100 ლარი იყო. ახლაც 100-ია, თუმცა 21 დღის ნაცვლად იმპორტიორებს ჩამოყვანილი ავტომობილების გაყიდვის ან ქვეყნიდან გაყვანისთვის დამატებით 24 დღე ეძლევათ. იმ ადამიანებს, ვინც დაკავებული იყო ამ ბიზნესით და ეწეოდა ამ საქმიანობას ამ ჩვენს ბაზარზე, რომელიც არის რუსთავში, უქმდა გარკვეულ დისკომფორტს, ესე რომ 21 დღე ავტომობილის მომზადებისთვის. 45 დღე არის აბსოლუტურად საკმარისი დღეების რაოდენობა, რაც აუცილებლად ჭირდება ამ ბიზნესს ძალიან კარგად განვითარებისათვის. ახალი ინიციატივა მინისტრთა კაბინეტის წევრებს ვიკა გილაურმა დღეს გააცნო. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველო ავტომობილების ვაჭრობით კავკასიის რეგიონის ცენტრად უნდა იქცეს. რეალურად საქართველო გახდა გარკვეულწილად ცენტრი ბევრი საავტომობილო კომპანიის და ტრეიდერის, იმისათვის რომ საქართველოში ჩამოიყვანოს ავტომობილები, აქ დაასაწყოს და შემდეგ უკვე აქედან გააქვს ექსპორტზე უკვე აზერბაიჯანში, სომხეთში და შუა აზიის ქვეყნებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციაა, იმიტომ რომ ეს გარკვეულწილად რა თქმა უნდა ქვეყნის ეკონომიკაში საკმაოდ დიდ შემოსავალს ტოვებს. საქართველოს სტატისტიკური მონაცემებით კავკასიის რეგიონში ავტომობილების ექსპორტით პირველ ადგილზეა. ტრანზიტული ქვეყნის გეგმებში ლოჯისტიკური ბიზნესის განვითარება ძდებს. ამისთვის მთავრობა მარეგულირებელ კანონმდებლობას აუმჯობესებს. ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური კომპრომისზე მიდიან. 21 დღის ნაცვლად 45 ავტომობილების გამბაჟების ვადები იზრდება. მანქანები შემოდის საქართველოში, ამ გადაზიდვაში ბუნებრივია დასაქმებული არიან ქართველები, შემდგომში საწყობდება საქართველოში, ანუ ხდება მათი დავშვა დაპარკინგება, მოვლა შენახვა და შემდგომ ხდება მისი ექსპორტი. სწორედ არის ჩვენი ამოცანა, რომ ბიზნეს ხელს შევუწყოთ, რაც უკვე შემდგომში თავისთავად ნიშნავს დამატებით ხალხის დასაქმებას. დილერები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათი პრეტენზიები გაითვალისწინა. იმპორტიორების თქმით, გამბაჟების ვადების გაზრდას ისინი უკვე დიდი ხანია ითხოვენ. ეს ჩვენთვის არის საუკეთესო, ძალიან კარგი, რადგან ჩვენ ამას თავისუფლად მოვასწრებთ ამ 45 დღის განმავლობაში მანქანის საზღვარგარეთ გაყვანას, კლიენტის მოძებნას. როცა ევროპიდან მანქანა ჩამოდის, ხშირად გზაშიც ფუჭდება მანქანა. მე როცა ჩამოყავს ის მანქანების შეკეთებას ვერ ვასწრებთ. და ეს 21 დღე საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ კანონი იცვლება. მთავრობის დადგენილებით დღეიდან საბაჟო და საგადასახადო კოდექსში ავტომობილების გამბაჟების ვადა 21 დღის ნაცვლად 45 იქნება.